კონგრესის ბრიფინგი სახელწოდებით კოგნიტური ომის, ინფოტერორიზმისა და მანიპულაციის გავლენა, რომელიც ელექტრო პლატფორმის მიერ იყო ორგანიზებული ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე, რეიბენ ჰაუსში, ამერიკული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებამ პოლიტიკოსები, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები, მკვლევარები და ადამიანის უფლებათა დამცველები შეკრიბა, რათა განიხილათ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი – კოგნიტური ომი. ბრიფინგზე განხილული იყო, თუ როგორ მანიპულირებენ ტრანსნაციონალური ქსელები საზოგადოებრივი აზრით, ავრცელებენ დეზინფორმაციას, შედიან ინსტიტუტებში და коორდინირებენ ძალადობის აქტებს დემოკრატიული საზოგადოებების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ჰიბრიდული სტრატეგიების ფარგლებში, რაც სერიოზულ და მზარდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. თავდასხმის ეს ფორმა საზოგადოებას ბომბებით არ ანადგურებს, ის მას შიგნიდან აზიანებს კოგნიტური ომის გზით. ჩვენ მაღალი დარწმუნებით ვარაუდობთ, რომ ამ მეთოდებს ავითარებს და ახორციელებს კოორდინირებული ტრანსნაციონალური ქსელი, რომელიც ჰიბრიდული ტერორიზმის ახალ ფორმას წარმოადგენს. მისი მოქმედების მეთოდების ძირითადი ელემენტები პირდაპირ ნაცისტური პროპაგანდიდან არის ნასესხები. ქსელი ასევე იყენებს კგბ-ს მიღწევებს ფსიქოლოგიურ ოპერაციებში. როგორც ჩანს, ქსელი ერთი ცენტრიდან კონტროლდება, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციაა და მისი სპეციალური სამსახური, რომელიც ცნობილია როგორც FSB. ანტიკულტურული მოძრაობის თანამედროვე ვერსია 1990-იანი წლების დასაწყისში აღდგა, ამჯერად რუსეთის მიწაზე, ძალიან მკაფიო მიზნით. მიზანი იყო ტოტალიტარული რეჟიმის აღორძინებისა და დემოკრატიული სამყაროს ძირის გამოთხვრის ინსტრუმენტის როლის შესრულება. მათი გამოცხადებული მისია სექტებთან ბრძოლა და საზოგადოების დაცვა კულტებისგან. ეს მხოლოდ მათი გარეგანი ფასადია საზოგადოებისთვის. სინამდვილეში მათი მეთოდოლოგია ინფორმაციულ ფსიქოლოგიურ ძალადობას ეფუძნება. მათი ძირითადი იარაღია სტიგმატიზაცია, საჯარო დისკრედიტაცია და სოციალური სიძულვილის სისტემატური გავუება რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური უმცირესობების მიმართ. ანტიკულტისტურ ქსელს იერარქიული სტრუქტურა აქვს. მის მწვერვალზე იდეოლოგიური ბირთვია, რომელიც რუსეთში მდებარეობს, რელიგიებისა და სექტების შესწავლის ცენტრების რუსეთის ასოციაცია რაციერსი. ამ ორგანიზაციას ალექსანდრე დვორკინი ხელმძღვანელობს. რაციერსი მოიცავს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თითქმის ყველა მისიონერულ განყოფილებასა და ცენტრს, ამიტომ ის წარმოდგენილია რუსეთის ყველა ქალაქში, სადაც არის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და მოქმედებს როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე მათი მთავარი სადაზვერვო სააგენტოს, FSB-ს მხარდაჭერით. დღეს ჩვენ ასევე გაგაცნობთ იმ პირების, ორგანიზაციების და ჟურნალისტების სახელებსაც კი, რომლებიც წარმოადგენენ ანტიკულტურულ ქსელს და აქტიურად იყენებენ მის დამანგრეველ ტექნიკასა და მეთოდებს. ჩვენი შეფასებით, ტრანსნაციონალური ანტიკულტურული ქსელის მიერ გამოყენებული კოგნიტური ომის იარაღი უკვე მიმართულია ჩვენი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ და ამ ქსელმა შეაღწია პოლიტიკურ დისკურსში პოლარიზაციის გასაზრდელად. კონფლიქტის პროვოცირებისა და ჩვენი უსაფრთხოების შელახვის მიზნით. ამ ქსელის მთავარი იარაღია სტიგმატიზაცია, ანუ სექტის იარლიყების მიმაგრება და სხვა იარლიყები მის მიერ სამიზნე ჯგუფებზე. ეს არის პირდაპირი და მიმდინარე თავდასხმა რელიგიისა და სიტყვის თავისუფლებაზე, რადგან მათ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ მოსაზრება, არამედ მეთოდოლოგიაა. ეს არის მეთოდი, რომლითაც ისინი მოქმედებენ. ეს ლეგიტიმაციას უწევს რეპრესიულ ქმედებებს, მედიის შევიწროებიდან დაწყებული ფიზიკური ძალადობით დამთავრებული. და ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ამ მტკიცებულებების შესაგროვებლად და საზოგადოებისთვის წარსადგენად. ბრიფინგზე წარმოდგენილი იყო ანტიკულტურული ქსელის მიერ სამიზნე თემების წარმომადგენლების ჩვენებები. ისინი ავლენენ სერიოზულ ზიანს და სისტემატურ ძალადობას, რაც ამ ქსელის საქმიანობით არის გამოწვეული. 1999 წლიდან მოყოლებული მილიონობით ფალუნგონგის მიმდევარი გახდა სასტიკი დევნის, დაკავების, პატიმრობისა და წამების მსხვერპლი. დღეისათვის წამებისა და ძალადობის შედეგად გარდაცვალების 5000-ზე მეტი კარგად დოკუმენტირებული შემთხვევა არსებობს. გარდა ამისა, ჩინეთის ტრიბუნა
ტრიბუნალის შეფასებით ორგანოების სასტიკი იძულებითი ამოღების შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ კოგნიტური ომის, მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გავლენა. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ონლაინ ანტისემიტიზმი. ეს მხოლოდ ებრაული თემის პრობლემა არ არის. ეს პრობლემაა დემოკრატიისთვის, დობისთვის და ჩვენი თემების მანიპულაციისგან დაცვის უნარისთვის, რომელსაც შეიძლება რეალური შედეგები მოჰყვეს. მე ჯეისონ ბელი ვარ. მე ვარ ვეტერანი და ყოფილი სერჟანტი მიჩიგანის ეროვნულ გვარდიის. 2011 წელს მსახურობდი ავღანეთში. სამსახური დავასრულე 46-ე სამხედრო პოლიციის რაზმში მსუბუქი გვარდიის არსენალში, სადაც 2016 წლამდე ვატარებდი ჩვენი მრავალი ვეტერანის დაკრძალვის ცერემონიებს. ამჟამად ვამთავრებ ბაკალავრის ხარისხს საშუალო და უმაღლესი სკოლის განათლებაზე მიჩიგანის უნივერსიტეტში. იმედი მაქვს, რომ ჩემს საქმეს უკან დაუბრუნებ ამ ქვეყანას, რომელმაც ამდენი რამ მომცა ჩემი საქმიანობით. როგორც ადამიანს, ვინც ამ ქვეყანას იცავდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მომიწევდა ჩემი თავისუფლად და ღიად მოხალისეობის უფლების დაცვა. სწორედ ამან მომიყვანა დღეს აქ. მინდა გაგიზიაროთ კონკრეტული რეალური მაგალითი, რათა გაიგოთ და იგრძნოთ ყველაფერი, რაც დღეს მოისმინეთ, და ინახოთ ეს თქვენ შვილებში, თქვენს ცხოვრებაში და გაიგოთ, რომ ეს შეიძლება დაგემართოთ და აუცილებლად დაგემართება თქვენც. თუ ჩვენ არ მივიღებთ ზომებს. ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკულტისტების კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც უკვე დეტალურად განვიხილეთ. და რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგის რუსეთის FSB-ს შესახებ. მათი ქმედებების გამო, როგორც აქ, ასევე მის ფარგლებს გარეთ 5 წლის განმავლობაში ხვდებოდი მტრულ დამოკიდებულებას, სისხლსა და დევნას საერთაშორისო საზოგადოებრივ მოძრაობა ალატრაში მოხალისეობრივ მუშაობასთან დაკავშირებით. 2015 წლიდან დეტროიტის კუნგ-ფუს აკადემიაში ვარჯიშობდი ინსტრუქტორად, სტილი, რომელიც ვინგ ჩუნის სახელითაა ცნობილი. გარკვეული დროის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც გაძლევენ შესაძლებლობას, გახსნა საკუთარი სკოლა და გამოიყენა მისი რეპუტაცია ფულის გამოსამუშავებლად და ამ ხელოვნების გადასაცემად. მაგრამ ჩემმა მასწავლებელმა ეს შესაძლებლობა წამართვა, რადგან მომაწოდა ინფორმაცია, სადაც ამტკიცებდნენ, რომ სექტის წევრი ვიყავი. მან ეს ინფორმაცია იპოვა ვიკიპედიაში, სხვადასხვა ონლაინ პუბლიკაციებსა და სხვა გამოცემებში, როგორც აქ, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არაერთხელ დამცინოდნენ, გარიყული და მარგინალიზებული ვიყავი იმ იარლიკების გამო, რომლებიც წარმატებით მომაკრეს მე და ჩემს ოჯახს. ბევრჯერ ვცადე საღაზრზე დაყრდნობა, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგან მოვცადეთ ადამიანების ფაქტებით დარწმუნება, მაგრამ უშედეგოდ. ამ პუბლიკაციებმა ხანგრძლივი და რეალური გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ეს წყაროები ავრცელებენ დამახინჯებულ ინფორმაციას და ტყუილს, აზიანებდნენ ჩემს რეპუტაციას სოციალურ წრეებში და მართმევდნენ საბრძოლო ხელოვნების სწავლებით ფულის გამომუშავების შესაძლებლობას. სამართლიანად მეშინია, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ჩემს როგორც მასწავლებლის მომავალს, რადგან ჩემი, როგორც მასწავლებლის, აღქმა დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოებრივ აზრზე. თუმცა ჩემი შეშფოთება გაცილებით სცილდება ჩემს პირად კარიერას. ჩემს წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკა და იარლიკები ნამდვილად ხელს შეუშლის ჩემს პედაგოგიურ კარიერას. როგორც უკვე ვნახეთ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ არ ჩაუღრმავდით ბევრ შემთხვევას, რომლებმაც გავლენა მოახდინა ადამიანებზე, მაგრამ ვიცით ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს. კარები ჩაუნტვრიეს და დააპატიმრეს უბრალოდ იარლიკებისა და ცრუ ინფორმაციის გამო, რაც შეუძლებელს ხდის რეალური სიტუაციის დამტკიცებას და შეთანხმების მიღწევას, და შემდეგ დეჰუმანიზაციის გავლენა იწყებს მოქმედებას. და სწორედ ეს იწვევს ჩემს სერიოზულ შეშფოთებას. არავითარ შემთხვევაში და არც ერთი ფორმით ეს არ უნდა გახდეს ჩვენი რეალობა. ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ამ საფრთხის მოგვარება. როგორ ხდება, რომ FSB წარმატებით უწყობს ხელს ნარატივებს, რომლებიც ყოფს ადამიანებს და იწვევს გრძელვადიან ზიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვასოცირდები სოციალურად მნიშვნელოვან ჯგუფთან ან ორგანიზაციასთან, რომელიც აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას კლიმატის და მისი ამჟამინდელი და მომავალი შედეგების შესახებ. მე ვიმსახურე თავისუფლების დაცვისთვის. ახლა მე მდევნიან იმ ფაქტის გამო, რომ მე უბრალოდ ამ თავისუფლებას ვანხორციელებ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მოუწოდებ ჩემს ქვეყანას აღიაროს საფრთხე, რომელსაც ქმნის უცხოური სადაზვერვო ოპერაციები, რომლებიც მანიპულირებენ ამერიკელების აღქმას კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების მეშვეობით. მოვითხოვ პასუხისმგებლობას და სამართლიანობას. მადლობას გიხდით ყველას, რომ დღეს აქ იყავით და მოისმინეთ ჩემი ისტორია. ქსელის გავლენა ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებამდე ვრცელდებოდა. ბრიფინგზე დეტალურად იყო განხილული ევროპაში ქსელის სავარაუდო აგენტის იაკუბ იახლის საქმე. სერიოზული სისხლის სამართლის ბრალდებების მიუხედავად, მის წინააღმდეგ გამოძიება არ ჩატარებულა. სამაგიეროდ მას დაცვა უზრუნველყვეს.
მოწმეები 8-13 წლამდე ასაკის ბავშვების სისტემატურ სექსუალურ ძალადობას იუწყებიან. მოწმეები აღწერენ, თუ როგორ ფარულად აძლევდა იახლი ბავშვებს გაურკვეველ ნივთიერებებს ცალკე ოთახში. მოწმეების თქმით, ის სადისტურ სისასტიკეს სჩადიოდა, მათ შორის მსხვერპლების კოპროფილის იძულებას და მათ წამწალად ძაღლების მკვლელობას. გაითვალისწინეთ დოკუმენტურ ფილმში ვაიოლეტის სახელით მოხსენიებული ბავშვის ისტორია. სულ რაღაც 13 წლის ასაკში ის ამტკიცებს, რომ იახლმა გააუპატიურა, რომელმაც ჯერ წყალში რაღაც ჩაუდო, რაც მან მაშინვე ვერ შენიშნა. შემდეგ მან რამდენჯერმე გააუპატიურა და როდესაც გოგონამ გაქცევა სცადა, იახლმა დანით დაჭრა. დოკუმენტურ ფილმში ვაიოლეტი ამ ტრავმაზე ყვება, რომელიც წლების შემდეგაც ატარებს ფიზიკურ და ემოციურ ნაიარევებს. ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ასპექტი არის ის, თუ რატომ დუმდნენ მსხვერპლები. რატომ არ მიმართეს პოლიციას? რადგან როგორც თავად აუხსნეს ჟურნალისტებს, ძალაუფლების თანდაყოლილმა დისბალანსმა, კოლონიური ეპოქის მემკვიდრეობამ, ასწავლა მათ, რომ ევროპიდან ჩამოსული თეთრკანიანი კაცის სიტყვას, რომელსაც ისინი ხელშეუხებლად თვლიდნენ, ყოველთვის უფრო მეტი წონა ექნებოდა, ვიდრე ღარიბი ადგილობრივი ბავშვების ჩვენებას. იახლი, მათი აზრით, ხელშეუხებელი იყო. მოწმეები აცხადებენ, რომ მან მომღიმარი აფრიკელი ბავშვების ფოტოები გამოიყენა კეთილი ევროპელებისგან შემოწირულობების მოსაპოვებლად, რითაც დაახლოებით 2 მილიონი ჩეხური კრონი, დაახლოებით 85,000 ამერიკული დოლარი დააგროვა. თუმცა მოწმეების თქმით, ამ ფულიდან არც ერთი პენი არ გამოყენებულა ბავშვებისთვის. ამის ნაცვლად ის გამოყენებული იყო იახლის პირადი საჭიროებების დასაფინანსებლად და ნარკოტიკების შესაძენად, რომლებსაც ის ახალგაზრდებს ურიგებდა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არის დოკუმენტირებული. ასევე არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მას ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან ბავშვთა დახმარებისთვის შეგროვებული შემოწირულობები გამოიყენა ადგილობრივი ჩინოვნიკების მოსყიდვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილიყო მათი დუმილი და თანამონაწილეობა. ვაიოლეტის და მოშიდან სხვა ბავშვების ჩვენებები ადვილად შეიძლებოდა გამქრალიყო, შიშის, სიგარებისა და სისტემის გულგრილობის ქვეშ დამარხულიყო. თუმცა ეს არ მოხდა ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ჩარევის წყალობით, რომელიც ასევე ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს. როდესაც ასემჟაპიშევას დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, ალატრას მოხალისეებმა გლობალური საზოგადოებრივი აზრის ხმის როლი აიღეს და უზრუნველყვეს, რომ ტანზანიიდან მოსული ხმა საერთაშორისო აუდიტორიას გაეგონა. ალატრას მოხალისეებმა ოფიციალურად მიმართეს ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, წარუდგინეს მათ ყველა დოკუმენტური მტკიცებულება და მოითხოვეს სრული გამოძიება. მას შემდეგ, რაც მიიღეს საფუძვლიანად დოკუმენტირებული ანგარიში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი საშინელი დანაშაულების შესახებ, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი და გონივრული მთავრობის, განსაკუთრებით ნატოს და ევროკავშირის წევრის, მოსალოდნელი რეაქცია აშკარაა, დაუყოვნებლივი და საფუძვლიანი გამოძიების დაწყება. მაგრამ ჩეხეთის მთავრობა საპირისპიროდ მოიქცა. ჩვენ ვიხილეთ წინააღმდეგობისა და უარყოფის განზრახ კამპანია, ასევე მსხვერპლისა და დამნაშავის შოკის მომგვრელი ინვერსია. ჩეხეთის მთავრობამ სამართალდამცავი ორგანოების უმაღლესი წარმომადგენლის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა საჯაროდ გაემართლებინა სავარაუდო სერიული ბავშვის მოძალადე, რითაც მსხვერპლებს შემადრწუნებელი გზავნილი გაუგზავნა. თქვენს ხმებს მნიშვნელობა არ აქვს. ამავდროულად, ამან ევროპაში FSB-სთან დაკავშირებული ანტიკულტისტური აგენტებისთვის სიგნალი მისცა, რომ მათ შეეძლოთ სრული დაცვით და დაუშჩილად სარგებლობა არა ადამიანური ქმედებებისთვის, რამაც ეს ბავშვები განმეორებით ძალადობას დაუქვემდებარა. მათი ტრავმა უგულებელყოფილი იქნა, მათი სანდოობა ეჭქვეშ დადგა და მათი ტანჯვა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, ვიდრე მათი სავარაუდო მოძალადის რეპუტაცია. სამართლებრივი სისტემის ეს ჩავარდნა განუყოფლად არის დაკავშირებული სისტემურ რასიზმთან. თავისი ქმედებებით ჩეხეთის მთავრობამ ფაქტობრივად შექმნა ადამიანური ღირსების იერარქია. ერთი თეთრკანიანი ევროპელი მოქალაქის რეპუტაცია საჯაროდ და ძალით ამაღლ დაათობით შავკანიანი აფრიკელი ბავშვის ფიცით მიცემულ და დოკუმენტირებულ ჩვენებაზე მაღლა. ამის შედეგები საშინელია. დემოკრატიული ინსტიტუტები გამოიყენება მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების დასაცავად. ეს ევროპული პრობლემა არ არის. ეს აშკარა და რეალური საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის. ქსელს, რომელსაც შეუძლია თავისი აგენტების დაცვა ევროპაში, ასევე შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელება და პოლიტიკის მანიპულირება ამერიკაში. ამიტომ ჩვენ ვურჩევთ კონგრესს განახორციელოს შემდეგი 4 ქმედება. პირველი, სასწრაფოდ საჭირო ანტიკულტურული ქსელისა და მასთან დაკავშირებული ყველა პირის საქმიანობის საფუძვლიანი გამოძიება.
მეორე, ჩვენ მოუწოდებთ კონგრესს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ქსელის ძირითადი ფიგურების მიმართ, დაწყებული იაკუბ იახლით და მისი პოლიტიკური მფარველით. მესამე, შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი დიპლომატიური გავლენა, რათა ზეწოლა მოახდინოს ჩეხეთის მთავრობასა და ევროკავშირზე, რათა შეწყვიტონ სამართლიანობისთვის ხელის შეშლა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ იაკუბ იახლის საქმის სრული და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება, ლანსაროტეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რაც უნდა მოიცავდეს ყველა თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასჯას, ვინც ხელი შეუშალა ან გამოძიების დაწყების საწყისი მოწოდებები დაბლოკა. სესია ქსელისა და მისი შვილობილი კომპანიების საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოწოდებით დასრულდა. ტრანსნაციონალური ანტიკულტურული ქსელის მიერ გამოყენებული კოგნიტური ომის იარაღი უკვე მიმართულია ჩვენი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ. მათი იდეოლოგია პირდაპირ თავდასხმაა პირველ შესწორებაზე, რომელიც ხელს უწყობს იმ კონცეფციას, რომ რელიგიური თავისუფლების უფლება თავისთავად შეიძლება კრიმინალიზებული იყოს. ამავდროულად ეს იდეოლოგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს დემოკრატიის შიგნიდან დესტაბილიზაციისთვის. და დღეს უკვე საკმარისი არ არის მხოლოდ მათი ქმედებების შესწავლა. დადგა დრო, რომ ნამდვილად დავიცვათ თავი. დროა დავიცვათ თავი მათი ქმედებებისგან და, რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ოჯახები.